კარგებით ჯერმოცვით ასებო. ზოგადად მორწმუნე ადამიანებს გჯერა ხოლმე, რომ ღვთისნების გარეშე არაფერი ხდება. გუშინ ჩვენს სკოლაში, მეორე საჯარო სკოლაში, თავბატონ ნანა შეროზიას ჰქონდა ჩვენი კვირეულის ფარგლებში პატარა ლიტერატურული კომპოზიცია ბავშვებთან ერთად. და იქ ერთ-ერთმა ბავშვმა საფრიდან მოიტანა ჩემო ლაჯიაშვილის წიგნი, რომელიც ავტორმა აჩუქა თურმე ბატონ ზაზას წარწერა აქვს, ნახეთ. ზაზა ბელქანიას ჩემს თუნცროს მეგობარს სიყვარულითა და პატივისცემით. ჩემო ლაჯიაში. უშინ ვითხოვე მე ეს პატარა ბროშურა ისტორიული ესეა ბატონი ჯემალის მიერ დაწერილი, რომელსაც გამოიღვიძე კარო ქვია. ფსალმუნის სიტყვებია ეპიგრაფად უძღვის ამ წიგნს, ზეცნათა შორის ჩამოვიდა ჩვენი ნაშრომი. ფსალმუნი აი თითქოს რაღაც პოეტურ ელფერს მატებს აი ამ საოცარ წიგნს და წუხელ რამდენიმე პასაჟს გადავავლე თვალი. საოცარი ეპიზოდებია ამ წიგნში ჩემოწვით ასებო. წიგნი ასეთი განსაკუთრებული ფაქტით იწყება. 1907 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდა სინოდმა ილია მართლად და წმინდანად შერაცხა თურმე ისრაელში, ქართულ ტაძარში, ჯვრის მონასტერში, ქართველმა ებრაელებმა, იუდეველებმა წმინდა ილია მართლის ხატი მიაღწევეს. მოათავსეს იგი შოთა რუსთაველის ფრესკასთან დიდი სასოები და ამის შესახებ ჩვენი პატრიარქიც იგონებს თურმე, რომ უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, აი როდესაც საქართველოდან ჩასული სასულიერო პირები ამ ფაქტს ესწრებოდნენ და თვითონ რა თქმა უნდა ნაკურთხი ხატი მივაბრძანეთო ჯვრის მონასტერში, ჩვენთან ერთად ლოცვას იუდეველი ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ. ამაბავს სასწაული მითქმა მოთქმა გამოუწევია. იმიტომ რომ ებრაელებს ეკრძალებათ ასეთი რამ ჩემოწვით ასებო. ნახეთ, ტრადიციულად იუდეიზმისთვის ეს ყოველად წარმოუდგენელი რამ არის. არაქნაკები, არავითარი გამოსახულება იმისა, რაც საშია ან მიწაზე და ან წყალში. ისრაელის ღმერთის ამ ცნებას 3000 წლის განმავლობაში აღიარებდა მორწმუნე ებრაელი. და აი წმინდა ილია მართლის ხატით შედის მონასტერში ქართველი ებრაელი, რათა პატივი მიიღოს იმ ქვეყანას, სადაც საუკუნეთა მანძილზე წმინდად და შეუღრმელად გამოატარა თავისი რწმენა და ჯუბი. არც ერთ-ერთს არ გადახდენია იმდენი წამება და სათანჯველი თავს, რაც ამოდესმე დიდებულ ერს, ბედმახელიდან გამოსხმიდა სამშობლო და განაბნია იგი დედამიწის ზურგზე, ჩააქრეს ლაუწყო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდათ ყოველგვარი ტანჯვა და წამება. ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე 80-იან წლებში, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. დიახ, ტანჯვა და წამება თითქოს ბედად დაჰყვა ამ უძველეს ერს. ჯერ კიდევ კაცობრიობის ცივილიტეტში, რომლის გარსენებაც ახლაც ზარავს ყოველ მორწმუნე იუდეველს, ამ ხალხმა თავის ისტორიულ ბავშვობაში გამოსცადა საშინელი ტყვეობის სუსხი, მაგრამ ძეგლი აუგო თავისუფლებას. ნახეთ ბიბლიის სახით. კაცობრიობის ისტორიაში არავის გამოუხატავს ასეთი გზალი, ფუძემდებლური ჭეშმარიტება, რომ სახელმწიფოს კეთილდღეობა ბოლოს და ბოლოს ადამიანის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. დიახ, ამას გადაგებს ბიბლია და იგი ყველაზე დემოკრატიული წიგნიაო, წერს ტომას ფაქსელი. 4 მადლის გამო გამოიყვანა ღმერთმა ებრაელები ეგვიპტის ტყვეობიდან. თავიანთ სახელებს რომ არ ისვაფერებდნენ, ენას რომ არ იცვლიდნენ, საიდუმლოებას რომ არ გათქვამდნენ და აბრაამის აღთქმას რომ არ უხალატესო, გამცნობენ წერილობითი ძეგლები. წინაპართა ენა რომ არ უნდა დაივიწყო, ვინ იცის, ეს პრეისტორიულ ხანაში შეისხორცეს ებრაელებმა. ჯულზე უმტკიცეში ჩვევა ენის ღალატი ბოლოს და ბოლოს ერის ღალატის ტოლფასიაო. აი ამ ამაპაპური ჩვევიდან
არასოდეს გადაუხვევიათ. მოусმინოთ ცნობილ წიგნობას და საზოგადო მოღვაწეს ზაქარია ჭიჭინაძეს, რაც წერს 1904 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში ქართველი ებრაელები. ნახეთ, ქართველთ ებრაელთ უძველესი დროიდან ქართული ენა შეინახეს თვით აღმოსავლეთის უშორეს ქვეყნებშიც კი. ტრაპიზონს ისინი დღესაც ამენით ლაპარაკობენ. ისრაელის ქართულენოვანი გაზეთი ხიდი კი აი ამ ინფორმაციაზე გამოგვიყვება შემოწიფასებო. ნახეთ, რაც წერს 1987 წლის ნოემბრის გაზეთი. ძვირფასო მკითხველებო, ისრაელ-საქართველოს კულტურულ და მეგობრულ ურთიერთობა და საზოგადოება ხიდის ხელმძღვანელობი ისრაელის ქართველ ებრაელთა დასახლებებში შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები. ამ კურსის მიზანია მომავალმა თაობამ მშობლიურ ებრაულ ენასთან ერთად იცოდეს თავისი წინაპრის ენაც, ქართული ენა, შევისწავლოთ ქართული ზედაენა და შევასწავლოთ იგი ჩვენს მომავალ თაობებსო. აი როგორი მრავალწლოვანი განცხადება გახლავთ. როგორც ცნობილია, აღთქმულ მიწამდე ეგვიპტიდან წამოსულმა ებრაელებმა ვერ მიაღწიეს. თვით მოსემაც კი აღთქმულ მიწაზე მივიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც აი ამ 40 წლიან მოგზაურობაში და ახალშობილი თაობა მივიდა იქ. და იცით, აი ამ ეგვიპტის ტყვეობაში, აი ამ გზავრობაში დაღუპულ ებრაელებს უდაბნოს თაობა უწოდეს ებრაელებმა. ეს ტერმინი აი ამ 40 წლიან ხეტიალში დაღუპულ ებრაელებს უწოდეს უდაბნოს თაობა. დამკვიდრდა ეს ტერმინი ისტორიაში და ასევე უწოდებენ თავიანთ თავს სხვადასხვა ქვეყანაში ნაწამები და დარღვეული ებრაელები. იქნებოდა ეს ლუდოვიკოების საფრანგეთში, იქნებოდა ეს რიჩარდ ლონგუვილის ინგლისში, იქნებოდა ეს ინკვიზიციის ესპანეთში, იქნებოდა ეს რუსეთის იმპერიაში თუ ფაშისტური აი ჰიტლერის საოცარ ჰოლოკოსტი. 6 მილიონი ებრაელი გამოვიდა ჩემოსვიფასებო. ზოგადად მთელი ებრაელობის ნახევარი აი ამ მეორე მსოფლიო ომში. იერუსალიმში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ებრაელთა ხსოვნის მუზეუმი გახლა. ამ მუზეუმში რომ მიხვიდეთ, თურმე ორივე მხარეს ვებერთელა ესეთი აშრიამებული ხეები დგას. ხეივანია ჩამწკრივებული. ეს იმედა ებრაელთა არა ებრაელთა სახელზეა, უпростоრად არა ებრაელთა სახელზეა დახული იმათ სახელზე, ვინც ებრაელები გადაარჩინა. მათ ებრაელი ხალხი მსოფლიოს ხალხთა წმინდანებს უწოდებენ და ყოველ დღეს თურმე კონკრეტული სახელი აქვს. იცით, ყოფილა დანიელი მეფეზე, რომელმაც ერთ ღამეში 1000 ებრაელი გადაიყვანა, როცა გერმანელებს ოკუპირებული ჰქონდათ ქალაქი. და ორ კვირაში 8000 ებრაელი გადაურჩენიათ მათ. 500-მდე ებრაელი მაინც დაუპატიმრებიათ იქ და ჰიტლერელებს და მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილა ცოცხალი. და წლების მერე, როცა ისინი დაბრუნდნენ დანიაში, თავიანთი სახლკარი და ეზოკარი ხელუხლებელი დაახვედრეს თურმე დანიელებმა. ერთ საოცარ ამბავსაც ხვდებიან, ამ ამბავზედაც აი გავოგნდი. დაიწყეს ეს თავიანთი რაღაც რეპრესირებული აქტივობები ჰიტლერელებმა და გამოუცხადეს მაშინ მთავრობას, რომ მეორე დღეს დილით ყველა აკმაყოფი ებრაელი მოედანზე უნდა დაეხვედრებიდნენ ჩამწკრივებული. და დილით, როცა ჰიტლერელები ამ მოედანზე მივიდნენ, პირველ რიგში თავში იდგა ქვეყნის მეფე და დედოფალი 6 ქიმიანი ვარსკვლავით თურმე. აი ესეთი ინფორმაციებია ჯემალ აჯიაშვილის ამ წიგნში შემოწიფასებო. მუზეუმში მოგყოეთ ამავე გითხარით. აი ასეთი ხალხის უკდავსაყოფა და ეს მუზეუმი და აი აქ ქართველების ხსენებაც გახლავთ. ნახეთ, დოკუმენტი არის აქ, რომელიც მისთვის ისრაელში ყოფნის დროს გაუწმია ცნობილ საზოგადო მოღვაწეს რობერტ ელიგულაშვილს. ნახეთ, ეს არის წერილი. ლეო ელიგულაშვილს წერენ. ნახეთ, ეს ბიზნესმენი გახდათ და ასევე ქართველი ებრაელი საფრანგეთში მცხოვრები. ძვირფასო ლეო გიგზავნი იმ პირთა სიას, რომლებმაც უკანასკნელი ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველი და სხვა ტიპის ებრაელთა გადარჩენაში. იმედი მაქვს, ეს პირები ღირსეულად იქნებიან ახსენების იად ვაშემში. ესენი არიან
ნოე ჟორდანია, თავისუფალი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ევგენი გეგეჭკორი, რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრი, კოწია კანდელაკი, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, ნოე ცინცაძე, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ქორქია, ომის დროს ქართული ოფისის დირექტორი და რასაკვირველია, მიხეილ კედია, რომლის გაუხელავი საქმიანობის გარეშე ეს საქმე შეუძლებელი იქნებოდა. აქვეა 1954 წელს ნოე ჟორდანიასთან მიწერილი მადლიერების წერილი პარიზის მთავარი რაბინისა და ებრაელთა თემისაგან 4 წლიანი რასისტული რეჟიმისაგან ქართველი ებრაელების დაცვისათვის. 900-იან წლებში, ესეც თუ არ შეგაწყებთ თავს პატარა ინფორმაციებია და მინდა რომ ესეც გავიზიაროთ, 900-იან წლებში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მიმდინარეობს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი. ორატორს ცვლის, თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ებრაელი გამოდის და ყვებიან ქვეყნის ებრაელთა ბერნის, აციოკენის შემაძრწუნებელ ამბებს, დარბაზით ტვინას და ტორტმანეს. ამ დროს სიტყვა ეძლევა შორეული კავკასიის წარმომადგენელს, საქართველოდან ჩამოსულ რაბინს დავით ბაზოს და იგი ასე იწყებს თავის გამოსვლას. ძმებო, მე ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელაც არ განუცდია რბება და აციოკებაო. ამ სიტყვებმა დარბაზზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. და ერთხელაც ფრანკფურტის კონფერენციაზე, როცა სიტყვა ქართველ რაბინს მისცა კონფერენციის თავმჯდომარემ გენერალმა ლიფონმა თქვა: ძმებო, თქვენ წინ დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან. ეს ქვეყანა შორსაა, მაგრამ ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში. ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას. ეს კი ქართველებს 2000 წლის წინათ ჰქონდათ შეთვისებული. ამის მოწმეა ცხეთის ქალაქი და მისი მამასახლისი, რომელმაც იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს პურმანილი გაუმართეს, ასე ისტუმრეს და ისტუმრეს დღევანდლამდეო. საბერი ცვლილება მოხდა ამ შვენიერებში, მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობილებისა მასში შეუძლებელია. ქართველებს შეუძლია ამბახად წარმოთქვას. ჩვენ გვყავდა მეფე, სამღვდელოება, წერა, მაგრამ ჩვენ ერების დევნა ფიქრადაც არასოდეს მოუსვლიაო. ევროპის ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვლილაო. აი ასეთია ქართველთა ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა ჩვენი სტუმარიო. კრებაზე კაშის ცემა ატყდა, ყველა ხმამაღლა გაიძახოდა, გაუმარჯოს ქართულ ხალხს, სიცოცხლე და ბედნიერება ქართველებსო, საზოგადოება დიდ ხანს ვერ დამშვიდდა. გენერალმა კი სიტყვა ასე დაასრულა: შვილებო, ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგეძლოთ, იმითი გამოხატეთ ქართველი არის სიყვარულიო. აი ხა წერა მიკრო ბიჭები ჩემი ძვირფასებო, უცებ ამეკვია წარმომაგონდა 3000 წლის წინათ დაწერილი ერთი ქართული ხალხური ლექსი, შემომეყარა ხიჭა. არ წაკითხავთ ამ ლექსს, რომ არ შეგაწყინოთ თავი, უბრალოდ გაგახსენებთ. მუხრანის საზღვართან ხიჭაკი შემოეყარა ქართულ ვაჟებს. ორი მთხოვა და ვაჭრიე ურჩევდი თართუხისასა, ღვინო მთხოვა და ვასმიე ურჩევდი ბადაკისასა, ხორცი მთხოვა და ვაჭრიე ურჩევდი ხოხობისასა, ცული მთხოვა და ვერნივეც მიმყავდა სინედრისას, ამკი ცოლს როგორ მივცემდი შვილსა, გაზრდილსა სხვისასაო. შემდეგ გამითავხედდა სტუმარი, მოზიდნა ნაცნას თვისასა, შეჰკილვა სამრალო ქალმა, ვაი ცოლს ცუდის ხმისასა. მაგრამ ამოიწვადგინა ხმალი ქართველმა მაშკაცმა და ღირსება დაიცვა ოჯახის. აქეთ მევკვდები იგიდის თან წავიდა წლისასა. ჩემო ძვირფასებო, 3000 წლის წინათ მუხრანის საზღვართან. მაგრამ გავხედოთ მე-20 საუკუნეს შვაბულ ქართლში ნახავთ თეიმურას ხელისთავს, ჯაყო ჯივაშვილის მიერ სულით ხორცამდე გაძარცულს, რომელსაც არაფერი არ დაუტოვა აი პურმილით შეზარხოშებულმა ჯივაშვილმა. ასიახლოვნენ და იტყვიან, აი მკვლევრები ამბობენ, რომ ალბათ იმაში ჩვენ რო სამაჩაბლო დავკარგეთ, აფხაზეთი დავკარგეთ, 1000 უბედურება გადავიტანეთ, ალბათ ამაში ხომ არ არის დამნაშავე.
ქართველი კაცის გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობაო. ვინ იცის, რამდენი ვინმე ჩაგვიხუტებია გულში, რამდენი ვინმესთვის თბილად გამიხია კარი, ერთადერთი ერია, რომელმაც თაუფასა ქართველებს და აი ამაზე უღირა თავის შთამომავლობას, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, როგორ დააფასოთ ქართველები. დიდება ბატონი ჯერმაგის სახელს და ეს წიგნი, რომელიც ახლა გითხარი, ალბათ მართლა რელიკვია და ხელი ხელს ამოგმაგებული წიგნია. მადლობთ ყურადღებისთვის.